2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოს 3.705.000 მოქალაქე ჰყავს. ეს რიცხვი წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 9,900 ადამიანით მეტია. საქსტატის ცნობით საქართველოს მოსახლეობის 61.9% ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში, ამასთან თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის მესამედზე მეტია. 2024 წელს 4,488 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. მიგრაციული სალდო დადებითი იყო. რამ გაზარდა საქართველოს მოსახლეობა და რა ტენდენციებზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ? გოგიტა თოდრაძე ჩაგვერთვება ახლა პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონო გოგიტა და დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ბატონო გოგიტა, უფრო ნათელი გავხადოთ, ესე ვთქვათ, ეს სურათი და ცოტა ჩავშალოთ ეს მთლიანი რიცხვი, რამ გაზარდა, ესე ვთქვათ, საქართველოს მოსახლეობა. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს და დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩართვის შესაძლებლობისთვის. როგორც ახსენეთ, 1 იანვრის მდგომარეობით 3.705.000-ია დაახლოებით მოსახლეობის რიცხოვნობა და აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 0.3%, ანუ დაახლოებით 10,000 კაცი აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ზოგადად მოგეხსენებათ, მოსახლეობის რიცხოვნობის ცვალებადობაზე მოქმედებს ორი კომპონენტი. ეს გახლავთ მიგრაციული სალდო და ბუნებრივი მატება. ბუნებრივი მატება უარყოფით რიცხვებშია გამოსახული, როგორც თქვენვე ახსენეთ, დაიბადა გაცილებით ნაკლები გარდაცვლილებთან შედარებით დაახლოებით 39,000 ბავშვია დაბადებული 2024 წელს, მაშინ როდესაც დაახლოებით 44,000 ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა მიგრაციული სალდო იყო დადებითი, ანუ პლუს 14,400 დაახლოებით, ანუ უფრო მეტი შემოვიდა ქვეყანაში 2024 წლის მანძილზე, ვიდრე გავიდა, ანუ იმიგრანტების რაოდენობა გადააჭარბა ემიგრანტების რაოდენობას 14,400 კაცით და ეს იყო ამ შემთხვევაში მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდის უმთავრესი მიზეზი. ბატონო გოგიტა, თქვენი კვლევა აჩვენებს თუ არა, ესე ვთქვათ, რა მიზნით ბრუნდებიან უკან, ვთქვათ, რამდენი ხნით ბრუნდებიან უკან, ეს იმას ნიშნავს, რომ სულ დაბრუნდნენ თუ არა, ამ დეტალებს აჩვენებს კვლევა და ამ ნაწილში რა ხდება, როგორია ეს სურათი? როგორც მოგეცენებათ, მიზნების შესახებ ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს, ამას დემოგრაფიული მიმდინარე დემოგრაფიული სტატისტიკა ამის გაკეთების შესაძლებლობა ჩვენ არ გვაძლევს, თუმცა ემიგრანტის და იმიგრანტის განმარტებიდან გამომდინარე, მათი ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობა რასაკვირველია ვიცით, ეს ინფორმაცია ეფუძნება საზღვრის კვეთის მონაცემებს და შესაბამისად ამის გაკეთების, ამ ანალიზის გაკეთების შესაძლებლობა რა თქმა უნდა გვაქვს. ხო, თუმცა ამ ეტაპზე ეს ანალიზი გაკეთებული არ არის? არა, იცით რა შეცაქმე, პირი რომელიც ჩაითვალა უკვე ემიგრანტად და იმიგრანტად, ეს იმას ნიშნავს, რომ გასული 12 თვის მანძილზე უკვე 6 თვე მინიმუმ იმყოფებოდა მოცემულ ტერიტორიაზე. თუმცა რამდენი ხანი გაჩერდება, ან რამდენი ხანი აპირებს ის პიროვნება ქვეყანაში დარჩენას, ეს ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალური სტატისტიკის სამსახურებს, როგორც მოგიხსენებათ, არ აქვს. აი, რას აჩვენებს ასევე, ვთქვათ, თქვენი რიცხვები რუსეთის მოქალაქეებთან მიმართებით უშუალოდ, ბატონო გოგიტა, შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ აი უკვე გამოჩნდა ის პროცესი, რაზეც ვთქვათ, საერთაშორისო ორგანიზაციებიც საუბრობენ, რომ რაღაც მომენტში ჩვენ დავაკვირდებით პროცესს, როცა უფრო მეტი რუსი დატოვებს ქვეყანას, ვიდრე შემოვა ქვეყანაში. დიახ, ნამდვილად ჩვენ ამ ანალიზის გაკეთების შესაძლებლობა გვაქვს, რომ მიგრაციის მაჩვენებლებს დავაკვირდებით მოქალაქეობის მიხედვით და თუ დავაკვირდებით ინფორმაციას, რუსი იმიგრანტების რაოდენობა არის მკვეთრად შემცირებული და უფრო მეტიც, დაახლოებით 23,500-მდე ადამიანია იმიგრირებული, ასე ვთქვათ, რუსეთის მოქალაქის სტატუსით, მაშინ როდესაც ქვეყანა დატოვა, ანუ ემიგრაციაში რუსეთის მოქალაქე გავიდა დაახლოებით 25,600. ანუ აღნიშნული ტენდენცია გამოიკვეთა ასევე
ბელარუსის მოქალაქეების შემთხვევაში, თუმცა უკრაინის მოქალაქეების შემთხვევაში მაგალითად იყო პირიქით საპირისპირო სურათი, ანუ უფრო მეტი ადამიანი შემოვიდა, ვიდრე გავიდა. ანუ იმიგრანტების რაოდენობა უფრო აჭარბებდა ემიგრანტების რაოდენობას. ან მოახდენს თუ არა აი ეს კონკრეტული ტენდენცია უკვე გავლენას სამომავლოდ ეკონომიკური ზრდის პროგნოზების, ესე ვთქვათ, შემუშავებაზეც მათ შორის, იმიტომ რომ ამავე საერთაშორისო ორგანიზაციები ყოველთვის აქცევენ ყურადღებას ამას, რომ განსაკუთრებით რუსი და ბელორუსი, ესე ვთქვათ, იმიგრანტების გადინება ქვეყნიდან შესაძლოა ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი აღმოჩნდეს საბოლოო ჯამში ეკონომიკური ზრდისთვის. სამწუხაროდ მე არ მაქვს ინფორმაცია რა პარამეტრებს ეფუძნება საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზი მიგრაციულ თვალსაზრისით. თუმცა, რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული, რომ ამან მოახდინოს ცვალებადობა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე დადობის ან პირიქით შემცირების მიმართულებით. ნამდვილად არ არის გამორიცხული ეს საკითხი. ასევე საინტერესო იყო ის მიგნებაც, რომ ყველაზე მეტმა სწორედ რუსეთის მოქალაქე მიიღო საქართველოს მოქალაქეობა. აი ამ შემთხვევაში ვთქვათ, რა ხდება, ანუ ისინი რუსეთის მოქალაქეობას თმობენ, საქართველოსაც იღებენ ეს ორმაგი მოქალაქეობა, აი ამასთან დაკავშირებით, ამ მონაცემებთან დაკავშირებით თუ უყურებთ ამას დეტალურად სტატისტიკის სამსახურში. ჩვენ პირველად გამოვაქვეყნეთ პრაქტიკულად ეს მონაცემები და პირველად მიეწოდა ჩვენი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას. სერვისების განვითარების სააგენტო გახლავთ ამისი წყარო, დაახლოებით რამდენადაც მახსოვს 1600 ადამიანს მიენიჭა მოქალაქეობა გასულ წელს, როცა 1600-მდე მოქალაქეს შეუწყდა მოქალაქეობა და საქართველოს მოქალაქეობა. ანუ რა თქმა უნდა უფრო მეტი ამ შემთხვევაში წარმოდგენილი იყო რუსეთის მოქალაქე, თუმცა საინტერესოა თუ დავაკვირდებით ასევე ეროვნულ ჭრილში შეიძლება იქ რუსეთის მოქალაქე, რომელსაც მიენიჭა საქართველოს მოქალაქე, შეიძლება იყოს ეროვნებით ქართველი. ამის სტატისტიკა სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს, თუმცა საინტერესო იქნება ამაზეც გამოხილდეს ყურადღება ანალიზისას. ალბათ ამ მიმართულებით უმჯობესი იქნება სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაიაროთ კონსულტაცია, რადგანაც ჩვენ პრაქტიკულად მათ მონაცემებს ვიღებთ და მონაცემთა გასავრცელებლად ვიყენებთ ჯეოსტატის ასე ვთქვათ პლატფორმას. თუმცა ახლა როგორც მოვისმინე, შესაძლოა თქვენგან ერთი რეკომენდაცია ისიც იყოს, რომ უფრო ჩაშლილად ესე ვთქვათ არსებობა ამ მონაცემების მეც წარმოდგენას შეგვიქმნიდა, მათ შორის სტატისტიკის ხარისხთან დაკავშირებითაც, ხო? მან მონაცემების ხარისხს გააუმჯობესებდა. ხარისხზე ვერაფერს ვეთქვი, უბრალოდ უფრო მეტი დისაგრეგაცია, უფრო მეტ თვალსაჩინოებას წარმოშობს ხოლმე დამეთანხმებით და ხარისხი იგივე იქნება ამ მიმართულებით, რაც არის ახლა გამოქვეყნებული. ხო, არა, საბოლოო სურათის შეფასებისთვის ხარისხი უკეთესი იქნება. მაგრამ ბატონო გოგიდა, კი, ნამდვილად. აი რატომ გადაწყვიტეთ საერთოდ თქვენ აღნიშნეთ, რომ პირველად გამოვაქვეყნეთ ამ ტიპის ინფორმაცია, აი რატომ გადაწყვიტეთ, ანუ რა მსჯელობას დაეფუძნა, ესე ვთქვათ, ეს გადაწყვეტილება? ეს გახლავთ საერთაშორისო რეკომენდაცია, რომელიც ასახული იყო ჩვენ სტრატეგიაში, რომელიც 2023 წლიდან 27 წლამდე პერიოდს მოიცავს და ჩვენ ასევე ჩავატარეთ გასული 2 წლის განმავლობაში გლობალური შეფასება, სისტემის გლობალური შეფასება, რომელიც განახორციელა ევროსტატმა, გაერომდა ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციამ და ერთ-ერთი რეკომენდაცია დემოგრაფიული სტატისტიკის სრულყოფის თვალსაზრისით იყო მსგავსი ტიპის სტატისტიკური მონაცემების გავრცელება და სწორედ ამის საფუძველზე ჩვენ საკმაოდ შრომატევადი ის განვახორციელებთ კვლევები, რამდენიმე თვე დავხარჯეთ ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა ადმინისტრაციულ წყაროსთან აქტიური თანამშრომლობით, ავსახეთ აღნიშნული მაჩვენებლების გამოქვეყნება სტრატეგიაში, შემდეგ სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამაში, რომელიც ცნობილია, განთავსებულია ჩვენს ვებგვერდზე და სწორედ ეს იყო საფუძველი და ინსპირაცია ამ მონაცემების გავრცელებისა. ძალიან
უკვე რამდენიმე თვეა იანვარში გამოქვეყნებიდან არის უკვე ცნობილი. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ბატონო გოგიტა. გოგიტა თოდრაძე, მადლობა მას დეტალური განმარტებისთვის.